და მოკლედ ეს წელი იწურება საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ ვიცი ვის როგორ მოდი ესე ვთქვათ ახალი წლის რეზოლუცია მოკლედ შეაჯამე ძველი წელი და დაგეგმე ამასთანავე ახალი წელი ხო მოკლედ ცოტა აბდაუბდათ ვილაპარაკე იმიტომ რომ ამ ყველაფერზე უფრო კარგად ილაპარაკებს ჩვენი და თქვენი პირადი კოუჩი კახი ლობჟენცი კახი დილამშვიდობისა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ეს არ არის მატერიალური საჩუქარი მაგრამ არის ჩვენი პიროვნებისთვის ძალიან მაგარი საჩუქარი წლის ბოლოს მადლობა კახი წინასწარ მადლობა თქვენ ესე იგი მიღებისთვის დახვედრის ესე იგი ჩვენ ხედავთ და ახსენე სანდრო მაჩვენებლად რომ დღეს ვისაუბრებთ ახალი წლის რეზოლუციაზე ანუ რეზოლუციაზე როგორც ბოლო გადაწყვეტილებაზე მოკლედ ახალი წლიდან და ჯერ მოგიყვებით ტრადიციაზე საიდან წამოვიდა ეს რეზოლუცია და მე ვნახოთ ჩვენ თუ დავამკვიდრებთ მოკლედ საქართველოში და ჩვენს ქართველებში ამ ტრადიციას პირველად დაიწყო რა თქმა უნდა დასავლეთიდან და ამერიკიდან განსაკუთრებით დიდი დეპრესიის დროს წინა საუკუნის 30-იან წლებში მოიმატა რეზოლუციის გამოყენება და უკვე ამერიკის მოსახლეობის მეოთხედი ყოველ ახალ წელს ბოლო კვირაში სიმბოლურად დღეს 26 შობის მერე 26-დან ამ კვირის განმავლობაში წერდა ამ თავ რეზოლუციას თავ წერილს კი ამის მერე დაიწყო ინფორმაციულად ზრდა და პოპულარობა პოპულარიზაცია გაიზარდა თვითონ აი ამ ტრადიციის ასე ვთქვათ ამ ნაბიჯის და სადღაც 21 საუკუნის დასაწყისში ბოლო კვლევებით დაახლოებით 40-დან 50%-მდე ამერიკელი აკეთებს ყოველ ახალ წელს ამას და ამის საინტერესო კვლევა არის ის რომ რა თქმა უნდა რამდენს უსრულდება ხო ეს ყველაფერი როგორ წერს და როგორ აკეთებს ამერიკის სამედიცინო ასოციაცია ადევნებს ამ მიმართულებას რადგან ეს მენტალური ჯანმრთელობიდან წამოვიდა დიდი დეპრესიის ფონზე და ამბობენ რომ 46% ზირთად უსრულდება ხოლმე და იმ დანარჩენ პროცენტ და რაოდენობას ხო ნუ სხვადასხვა მიზეზები აქვს რომ გზაში შეჩერდნენ რაღაცები ვერ გააკეთეს და ჩვენ ზრუნავთ რომ ჩვენს მაყურებელს მომავალი წლიდანაც და ახლოს ყოველ შაბათს შეინარჩუნოს ის მთავარი თვისებები რაც ჭირდება რეზოლუციის ეს წერილი სახით არის მაგრამ მე დღეს ჩვენ გავაკეთოთ ისე და მაყურებელს მივეხმაროთ რომ უბრალოდ რაღაცა მინიშნებებით გავაკეთოთ და შემდეგ უკვე წერილის სახე მივცეთ. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ჩვენ შევაჯამებთ წელს არის ის, რომ მაგალითად დავასათაუროთ ეს წელი. მოდი, რადგან სამი სიტყვით უნდა დავასათაუროთ წელი, თვითონ სიტყვა რომ დავარქვათ მოკლედ ამ წელს. ახსნის და განმარტების გარეშე. რატომ ეს სიტყვა? ეხლა ბეძებს ერთი სანდრო ერთი უკან ერთი მაფცელი. წელს დავარქვათ. არა ეგრე არ გამოვა. თვითონ თუ წინდება არა ვაწოთ, უბრალოდ სამი სიტყვა თქვა. მოკლედ, ერთ სიტყვა აუცილებლად უხდება ამ წელს, არის აღმოჩენები. აღმოჩენები, რა თქმა უნდა. იტყვი რამე? ვერ ვიპოვე. რამე შეიძლება ისეთი იყოს, ანუ კრიტიკულიც იყოს რაღაცა, სტრესი იყოს. ერთი სიტყვით რომ თქვა, მაგრამ ემთხვევა გაკვეთილი. გაკვეთილი? ხო. ერთი კიდევ ძალიან კარგი სიტყვა მახსენდება. სიახლე. ეხლა ცოტა უფრო რთული გავაკეთოთ. ეხლა თვითონ ჩვენ თავს უნდა დავარქვათ ერთი სიტყვით შევაფასოთ ჩვენი თავი ამ წელში. გავიზარდეთ რაღაცა, გავიჭედეთ, განვითარდით, ინერვიულეთ, დავისტრესეთ და ასე შემდეგ. მიმართულებები მოგვეცეთ. გავიჭირვეთ ვიტყოდით ჩემ თავზე. გავიჭირვეთ. ხო, აი როგორ მივედით. იცი, ორი სიტყვას ვიტყოდი საკუთარ თავზე, მაგრამ იყოს ერთი გადაწყვეტილება. აბა ერთის ფორმულაში მოვაქცევ. ყველაზე მეტად რაც შემეფერება ჩემი აზრით არის უფრო დავისტრესე და სტრესი ალბათ. დავისტრესი. მაგასთან ერთად კარგებიც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სტრესი. საბოლოო ჯამში სტრესი ხო კარგია და ხო გვაძლიერებს გავლის მერე ჩვენ შევით იმას ძლიერია ეს ამას ყველაფერი ადასტურებს და მესამე ნუ ერთი სიტყვით. რთული ერთი ახსნა როცა გვაქვს ყოველთვის შეგვიძლია გამარტება უკვე. ფორმულირება. რაღაცა აი იქიდან მიეცეთ. გავიზარდე რაღაც ძალიან ამპარტავნულად მეჩვენება მაგის. გავიზარდე. ხო, ნუ დავარქვათ გავიზარდე. რაღაცა გაკვეთილი ვთქვი, მოდი ხო, ბევრი რამე გამოვიტანე ამ გაკვეთილიდან, ამიტომ შემდეგ რაც კარგია გავიზარდე მეც ეჩე რო თქვი რომ რაღაცა ამპარტავნულად გამოდის, მაგრამ მეც მაინც თამამობ რომ პირადად ჩემთვის ეს წელი იყო ყველა დროის ყველაზე მაგარი წანა. პიროვნულად ესე არავის არ გავძილო, იმიტომ რომ ყველა ის თეორიული ცოდნა რაც აქამდე მქონდა, ყველაფერი გადავიტანე პრაქტიკაში, იმიტომ დასაწყისიდან თავისუფალი დროით დამატებული, ყველაფრის ინტეგრაცია მომიწია სუსიახლეებზე და აი ამაზე რაღაც ახალი მოდელები შექმნით. შემდეგი არის სურვილი. ანუ ის სურვილი, რაც მაგალითად ვერ ავასრულეთ ჩვენ და რა გვინდა რომ მომავალ წელს გავაკეთოთ. ერთ-ერთმა ვთქვა თუ გინდა, აი მე ყველა სურვილი არის. მატერიალური, არამატერიალური, ნებისმიერი სურვილი, რომელიც მომავალ წელს გვინდა. ეს მინიშნებები, რომელიც მე მოგწევს ფორმას. ჩონჩი. სახელი. ყველა სურვილი არის. შემიძლია მე თქვა, მე სამი მახსენდება, სამი სურვილი, რომელიც ვერ ავისრულე და უნდა ავისრულე. შემდეგ შესაძლებლობაზე იფიქრე. რაც ვერ ავისრულე, მინდა რომ მოციოთ. მომავალ წელს გადავიტანო. მე სახლი.
სახლი. მეთახვები ნუკას. კი, ბატონო. 20-20-ში არ გვისურვია, უბრალოდ გვინდა რომ გვინდა რომ გვინდა რომ მოხდეს. აი 20-20-ში ვისურვეთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ერთ-ერთ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ რანაირად, თორე ვიზიტი ქვეყანაში. არა, სამოგზაუროდ არის ძალიან აუცილებლად საქმიანი და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ჩამეშალა. მომავალს გადაიდება. ხო, ნუ სხვა გზა არ არის, მაგალითად. წესი თებერვლიდან უკვე რაღაცა არის. პირველად საჭიროება, მოდი გადავიდეთ ახლა ყველაზე სამსამი რო არ უპასუხოთ. საჭიროება. ისაც ყველაზე მეტად ჭირდებოდათ, ერთი რო ეს სურვილი იყო. ყველაზე მეტად ჭირდებოდა წინა წელს არ გამოვიდა და მომავალ წელს იქნება. ან შეიძლება არ ჭირდებოდა და უბრალოდ მომავალ წელს ჭირდება აი გარდაულად რო ეს ყველაფერი გავაკეთო. რა შეიძლება იყოს? გავაკეთო? ხო, აი ეს საჭიროება აღვასრულო. უცებ ბევრი პუნქტი შეიძლება იყოს ახლა ჩემ შემთხვევაში ერთი მახსენდება და ძალიან ბანალური არის ჩემი აზრით ისეთი რომ შეიძლება არც თქვა. ერთადერთი რაც წელს მინდოდა გამეკეთებინა იყო რომ მანქანა მომეყვანა კარგ მდგომარეობაში ბევრად უკეთესი ვიდრე არის და ფიზიკურად ვერ მოვახერხე და ვფიქრობ 2021-ში დავიწყო. მე საერთოდ ავტომობილი შეძენა მინდოდა, მაგრამ ვერ გამოვიდა და იქნებ ვერ მოვაბით აი აი შეს მანქანა მინდა მე მგონი არა მინდა მანქან არანაირი ინტერესი არ მაქვს მანქანის სტაბილურობა გინდა რომ 20-21-ის ჩემი რაც შენზეა დამოკიდებული და არ მაგალითად გარემოზე ხერხე სტაბილურობა არა ვერ მოვახერხე არა ეგ არ გამოდის არც ერთ ჯერზე რა ვერ მოვახერხე არა 20-21-შიც მინდა სტაბილურობა არ შემდეგი კი ყველა ის ხო არა ბანალური აი რა რომ შენ რადგან ცხოვრებაში ის და იყოს ის ვიღაცის დიდი ვიღაცის პატარა ან ხავარია გატოლებები არ არის აყაუთ კარგი ამბავი შემდეგ გაცემა რა ვერ გავეცით ანუ გაცემაში გულისხმობა ყოველდღე ნებისმიერ რაღაცა რა ვიცი გონქვედება სიყვარული მეგობრობა ყველაფერი რაც ვერ მოვასწარით ბევრი მიზეზის გამო და გვინდა რომ მომავალ წელს გავცეთ ცოდნა აი უამრავი რაღაცა გაცემა რა ვერ მოვასწარით რა ვერ გავეცით ცოდნა მე პირადად ძალიან ბევრი ცოდნა ვერ გავეცი. კი და ჩვენ გეგმებში შედის ხო? კი ბატონო. არა და როგორც ვთქვი ლექციებს ატარებ ხოლმე. ხო, ეს ეხლა სამწუხაროდ ბოლოსკენ დაიწყო. სწავლება ყველა დროის ბოლოს სტატისტიკებით სწავლება არის ყველაზე კარგი მეთოდი შენ თავად როცა სწავლობ. ანუ ყველაზე კარგად სწავლობ, მაშინ როცა ასწავლი და ასე ვთქვათ ეს გაცემა მოკეთ ორმაგად სასარგებლოა. შემდეგი გაგრძელება რაც დავიწყეთ მაგალითად წინა წელს და ვერ დავასრულეთ. აი რაღაც და მინდა რომ გავაგრძელო მომავალ წელს. ან წინა წელს მქონდა დაწყებული და ვერ გავაგრძელე. რა? გამი არის? და ვერ გავაგრძელე. ძალიან მატერიალური ტვინი გადმომდის ესე იგი დღეს იმდენი რაღაც ვერ მოვასწარი. ვარჯიში დაიწყო და ვერ გააგრძელა მართალია. ვარჯიში მეც ეს მგონი მოტივაცია იყოს იქნება. გეგმებში გაგრძელება არ არის ძალიან. ამაზე ეს როგორ გააზრება? არ არჩევა შენს გეგმებში? არა. ანანიმები მოხარბის მან რაღაც სადე ან რამდვილად სადე არ გამომივიდა ან დავნებდი ან ვერ მოვახერხე ან რაღაცაში გავიჭედე და მომავალ წელს ვცდი და გავაკეთე. ნუკა ერთი შენს ვეთქვი მეორე უფრო წავ. ვარჯიში ჩემი იყო და ენი იყო. არა ყველაზე წავიდა მე მგონი ვარჯიში და ვარჯიში უბრალოდ ახლა ვიღაცას გეგმები აერია. ხო, ჩვენ მაგასაც გეგმები აგვერია უბრალოდ გვინდოდა და ვეღარ პანდემიის გამო უბრალოდ. კონკრეტულად ნუ დაუტოვოთ ეს მაყურებელს რა შეიძლება ხო ცადოს პირობით ხო? კარგი შემცირება. აი რაღაცას ეს მეტი დოზით იყო ამ წელს და გვინდა რომ მომავალ წელს ეს შემომციროთ, რაც ჩვენზე არის დაგუკვირდება. აუ, კი პირიქით გაზრდა მინდა, მაგრამ პანდემიის შემცირება კი რა გაქრობა მინდა. ჩვენი როლი რაც არის აი მაგაში. გარდა იმისა, რომ პანდემია დამოკიდებულია მსოფლიო რაღაც კრიზისზე. შენი როლი. მე მინდა რომ პანდემიით გამოწვეულია ეს ისტერიული სიფრთხილე შემცირდეს. არაჩვეულებრივია. რომელიც შეიძლება შენც შეამცირო. რომელიც შეიძლება ჩვენში გქონდეს უკვე გასული. მე ჩემ შემთხვევაში სტრესი. აი მე მინდა რომ დროის ფლანგვა შევამცირო. ანუ რაღაცა ისე გამოვიდა რომ ვითომ რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, იმის მაგათ რაღაცა აზრიანში გავამეყენები და უაზროდ გავფლანგე და მინდა რომ შევამცირო. ანუ შეიძლება კონდეს აი მენეჯმენტი, მაგრამ მაინც დაგჭირს ბევრი თავისუფალი დრო და რომელიც აიკარგოს, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ჩავს. ბოლოსკენ მივედით, ხო? და ბოლოსკენ მივედით ეს არის წარმატება, რაში ვერ ვიგრძენით, რაღაცა გვინდა რომ წარმატება მივიღწია პირობითად 2020 წელს დააუყოვდა და მომავალ წელს აუცილებლად ვიგრძნობთ რომ აი და აი ამაში რაღაც celebrate ვიგრძნობთ რომ წარმატებას მივიღწევთ. მე მგონია რომ ბევრ საკითხში შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ავიჩეთ მასში. მაგრამ ყველას იმდენად გვჯერა საკუთარი თავის და იმდენს ვაკეთებთ სამივე რომ მივაღწევთ ამ წარმატებას. კი, მეც ღრმად მწამს. ცირახე, ალბათ უფრო სამსახურეობრივი შეიძლება იყოს. კიდევ რაღაცა მეტი ნავი. ის გაკეთება, კი.
სურვილი რა თქმა უნდა დიდი არის. ამის ცელვა არის, თუმცა მეტი გვინდა ყველას. ამის შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ რეალურად ეს გვაძლევს ჩვენ მინიშნებებს და საბოლოო ჯამში ვისაც მithmes წერა უყას, არ შეიძლება არ უყარდეს, სასურველი ამას მიცეს მხატვრული სახე ერთ წერილზე, ერთ საბაღზე პირობითად რაღაცაში დავარქოთ ჩემი რეზოლუცია, ჩვენ წელს დავარქოთ სახელი, სამი სიტყვით, ჩემ თავს დავარქვა ერთი სიტყვის სახელი და ამის მიხედვით დავწერთ რაღაც წერილი, რომ მომავალ წელს ჩვენ მაგალითად წინა მომავალ წელს რომ მე ვიგზამ ამას რაღაცა გავაკეთე ახალი გავაკეთე უბრალოდ მაგალითად ვიყიდე ახალ სახლს რაღაცა მოვაკეთე ვიზიტს მოვაკეთე მანქანის ყიდვას ცოდნასა გავცემ ვივარჯიშებ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ერთი მოდელის შექმნა ჩვენს გონებაში რომელიც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება ფურცელზე ანუ პროცესი შესრულდება და მერე დროთა განმავლობაში წლის განმავლობაში გადაწყვეტილებებთან მიზნების დასახლებებთან შემოთავაზებებთან ეს ყველაფერი აუცილებლად ამოტივდება იმიტომ რომ ერთხელ ფორმაში მოქცეულია როგორც ცოდნა ჩვენთან შემოდის. ბოლოს უნდა გადავხედოთ. 2021-ის ბოლოს, რა თქმა უნდა, სასურველად გადავხედოთ, მაგრამ სავარაუდოდ გადახედო შეიძლება არ დაგჭირდეს თუ ამას ნამდვილად შევასრულებთ და აქტივობაში, პროცესში მივყვებით, ის ყველაფერი ასრულდება. მე ამას ბევრი წელია უკვე ვაკეთებ ჩამოწერასაც და მართლა ერთი სული მაქვს, როდის ადგილ 31 და ჩავიხედე, უკვე ვიცი იქ რაც გავაკეთე, რაღაცები შემეცვალა კორონას გამო, მაგრამ რაღაცა გადაჭარბებით არის თითქმის ყოველთვის და სტატისტიკა ამას ადასტურებს, რომ ვინც წერს, ვინც მიყვება, ის ხშირად იმაზე მეტაკეთებს, ვიდრე დაწერილი აქვს ხოლმე. უნდა წერო. წერო. ჩვენი თავის კახის